დღეს 6 მაისია, მართლმადიდებლური სამყარო გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო წირვალოც ვაღეევლინა. განსაკუთრებით ეს დღე იგრძნობა გორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, სადაც ამ წუთებშიც ხალხმრავლობაა და მრევლს მოყავს შესაწირი. დღევანდელ დღეს მართლმადიდებელი სამყარო აღნიშნავს წმინდა დიდმოწამე გიორგის ხსენების დღეს. მინდა მოგილოცოთ ყველას ეს დღესასწაული, ზოგადად წმინდანის ხსენება უპირველესად არის ჩვენ ქრისტიანებისთვის როგორც მაგალითის მომცემი და დღეს დიახ წმინდა გიორგი ჩვენთვის, ჩვენ ქრისტიანებისთვის არის მაგალითი ღვთისადმი ერთგულების, მაგალითი სიმამაცის და ინებოს უფალმა რომ აი ესე ერთგულად ჩვენს ადგილას გვამსახუროს ღმერთს ჩვენი ქრისტიანობით. მინდა განსაკუთრებით საყვარელი არის ადამიანებისთვის ეს ადგილი, წმინდა გორიჯვრის მონასტერი, გუშინ ღამისთევით ჰქონდა სამღვთო ლიტურგია მსახურება და მინდა უსურვო ყველას, ვინც აქ დღევანდელ დღეს აღავლენს ლოცვას წმინდა გიორგისადმი, რომ მისი მსგავსი მტკიცე რწმენა, ღვთისადმი ერთგულება და სიყვარული მიმადლოს უფალმა და მათი ყველა კეთილი თხოვნა აღასრულოს წმინდა დიდმოწამე გიორგიმ, რომელიც არის ტყვეთა განმათავისუფლებელი, გლახაკთა ხელისამპყრობელი და სნეულთა მკურნალი. უფალმა ყველა ვინც ავედრებს საკუთარ თავს, საკუთარ თხოვას, ერთმა ყოველივე ეს წმინდა გიორგის მეუხებით აღასრულოს. გილოცავთ დღესასწაულს. წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში კაბადოკიაში მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით წმინდა გიორგი რომის იმპერატორ დიოკლეტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა. მან მრავალი სატანჯველი დაითმინა, მათ შორის ბორბალზე გაკვრა. წმინდანს 303 წელს თავი მოკვეთეს. წმინდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა. იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა როგორც ძლევა შემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი. ყველას ულოცავ დღევანდელ დღეს ფარავდეს წმინდა გიორგის მადლი და ძალა. საქართველოს და ყველა ქართველ ერს. ხშირად ამოდიხართ ხოლმე, ანუ ყოველწლიური ტრადიცია გორჯვაზე? არა. ყოველწლიური არა. ვერ ვიტყვი რომ ხშირად ავდივართ. უკვე ორჯერ. დას გილოცავთ ყველას მიულოცავ. დღევანდელ დღეს მშვიდობა, სიხარული და ესე გახარებული ყოფილიყავით ყველა. ამოდიხართ ხოლმე ყოველწლიურად? აუცილებელი ყოველ წელიწადს. გილოცავთ დღევანდელ დღეს მრავალს და ეს წარით. წმინდა გიორგის მადლი და ძალა გადმოგეფინოთ ყველას. კარგად იყავით, ჯანმრთელობას გისურვებთ, მშვიდობას გისურვებთ, ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. ყოველ წელს ამოდიხართ ხოლმე? კი, რა თქმა უნდა, ყოველ წელს ამოვდივარ შვილებით, ჩემი შვილის შვილებით, ლოცულობ. მრავალს და ეს წარით ძალიან ლამაზი დღეა, ბედნიერი და ღმერთმა რა ვიცი, გორის და მთელი საქართველო მრავალს დაასწროს. ხშირად ამოდიხართ ხოლმე, ანუ ყოველწლიური ტრადიცია? სასურველია თუ აქავა რა მოგიწევს გული. ოჯახთან ერთად თუ? დიახ, ოჯახთან ერთად. ულოცავთ ბედნიერი გიორგობა და კარგი ყველაფერი, ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი. ყოველწლიურად ამოდიხართ? არა, ვერ ამოვდივარ სამწუხაროდ. მეორე თვარ ეხლა მეტად არა. ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას ორჯერ დღესასწაულობს. 6 მაისს წმინდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს მისი ბორბალზე წამების დღეს. ამ უკანასკნელ დღესასწაულს ქართული ეწოდება, რადგან სხვა ეკლესიებში საქართველოდან გადავიდა.